ძალიან საიდან სადაო? გამარჯობა. შევიდეთ სახში. მე დაინი გასაკვირი. როგორ მომაგენი, ა? ფოცი მითხრეს სადღაც აქეთ რომ იყავი და კითხვა-კითხვით მომაგენი. მოდი გოლიოთეო. ხო შენ? მოდი, როგორ მყავს შენ? ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ საქართველოში აღარ დამდგომებოდა. ჩემ თავს არ ვჩი, ხალხი აწიოგეს, ვინაც კი ხელი გამიმართავენ. ხო და ამაზე უკეთეს ადგილს ადიპოვე. თავრობა აქ არ არის და ჩაფარი. ათისთავია მარტო, არავის სხვა. ეგერ ხლისტებს 10 და მეტი სროხა ყავს თითოს. 5 და 6 დესეტინაზე მარტო კარტოფილი მოყავს კომს. ძალიან შეძლებულად ცხოვრობენ და გადასახადის ამკრეფი თვალით არ დაუნახავთ. რა ხალხი ცხოვრობს აქ? ვინ და საიდან არიან მოსული? სეზონური მუშები სულ 8 კაცი ვართ. დაბა ხლისტებისა. ხლისტები რა ერი და რა რჯულიათ იყო? სექტა, სარწმუნოება. ყველა ჯურის ხალხი ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ქართველების კი არიან ხლისტები 3, არა 2 დარჩა. ერთი წყალმანკვა მოკლა შარშან. ისე რას აპირებ ახლა? იმუშავებ თუ ისე იქნები. რა დამაყენებს უსაკმოდ ამ გადასაკარგავში? აგაშენოს ღმერთმა. სახადი იყო აქ, ბევრი ხალხი წაიყვანა საიქიოს. ერთი ძმაკაცი მყადათია შეერქვა. სანახევროდ მუშაობდის. კარგი ოსტატი. კარგი მოყაითი კაცი. მოგდა საწოდავი. მარტო არ ახლა ხერხის გამწევი არ მყავს არავინ. მუშავერი შოე? ახლები ზოგი დაიხოცა და ზოგმა თავს უშველა. ხლისტებს აქეთ უჭირავ თვალი როგორ დაგიგირავს და ყავი გაგაძროს. ხარბი და ძუნწი ხალხია. გამდიდრება მიცის სიძუნწე. შურიანები და ოხრები არიან. სექტანტობის ბრალია ყველაფერი. აგერ კაცი რომ მიდის, ქრისტია ეგ. მოდი ნახე. საკუთარი ქრისტე ყავთ. ხლისტებს. დილამშვიდობისა. გაგემარჯოთ. აი, რომ თხოვდი მუშამიშოვნეო, მოგიყვანე. ბუდარა და მისი ცოლი. თითოს დღეში 10 შაურს მისცემ და თუ ხელობასაც ასწავლი, ერთ-ორთვეს დარჩებიან. მერე კიდევ გამოჩნდება ვინმე. აბა რა ვიცი. აგერ მომივიდა ამ ხანაგიდა. ძალიან გამრჯე ცოლ-ქმარია. ესენი გასამდიდრებლად არიან მოსული აქ. ერთი კვირას არ გასულა და უკვე ბოსელი ამოიყვანეს ნახევრამდე. იმოდენა შიგ 5 ძროხა დაეტევა თავის ნაშენით. ალბათ იყო ზამიგო გასაღარიბებლად ვინ წავა და სად მივანეტავი. შენ საშუალზე არ ხარ ამ სიშორეს მოსული. ეგრე იყოს. დილის 6 საათზე გავდივართ სამუშაოდ.
7 წელიწადს ყოფილა სალდატში უდარა. სოლი თან დაძდებდა თურმე. დაძდებენ ხოლმე ძოლები სალდატებს. სოლი უდარაზე მაგარი მუშაა რომ იცოდე. საიქცევასაცა. დათა. კაცო, რით ვერ მოგბეზრდა მაგის ყურება? იყო ძმაო. ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაიგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილით შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესად. წყალი მოიტანე. ვიდუქი. ახლა მომეც მე მოვიტანე. როგორ გეგადრებათ? კარტოფილის თესვის დროც მოვიდა. მაგრამ სათესლე არა გვაქვს, არ იძლევიან ხლისტები. მამა ძაღლები. 1000 ფუთი ულბება დოხრებს. არა, ფულად იძლევიან, მაგრამ სამმაქვს თხოვლობენ. ჩვენ კი დღეში 2-6 საბას ვაკეთებთ. კოხიას აშენებელი.ოგინები. ოჯახში 1000 რამე გჭირდება. ძროხის ყიდვა გვინდა, მაგრამ ასეთი მუშების შრომა დღეში სამაბაზად არ ვარ გათიყვა ძმაო. მოუმატოთ უნდა ცოტა. ასეურად მოურიგდით. აიტეხე სამი აბაზი ვაძლიოთო და ახლა კიდევ მომატოთ? ორი კაცი საქმეს ხომ აკეთებს თითო. შენ თქვი ეს და მანეთი ნუ იქნება 4 აბაზი რომ ვაძლიოთ რა მოხდება ვითო. მოყურე ახლა შენ. ჩემი წილიდან ვაძლიოთ იყო. ვიცემა თუ ორივე უნდა მივიცეთ, მაგრამ ვიცი მაგათი ამბავი. ნახავ ყველაფერს. თქვენ 25. იყიდეთ ზროხა და რომ გექნებათ დამიბრუნეთ მაშინ. უი, არა, რას ბრძანებთ? მადლობთ. სესხად გაძლებთ, აიღეთ.
ხლისტების დღეობა ხომ არ არის რაიმე დღეს? არა, აქ დღეობები ხლისტებს. ეს მაგათი სალაყბოა და ის სახლი სალოცავია. ხლისტები ახლა გულზე სკდებიან შურით. ბუდარებმა რომ ძროხა იყიდეს. ასეთი ბოროტი და უგუნური როგორაა ეს ხალხი? რამდენი მეტი შეძლებული მეზობელი ეყოლება თუ უკეთესი არ უნდა იყოს მაგათთვის. ძლივს არ გამithვა ძვლები. შეხედებოდა რასო. კაი ბლომად მოუწოლია. მაგრამ მაგია მოიძროხა და უნდა გაშერსეცა. დიდი მამაზაღლი ქალია. ხლისტების გულის გასახეთგად მოდის და მოაქვს რძე ასე ახდელა თორემ. მონაწილს არ დაანახვებენ არავის აქ, თვალი არ ეწესო აბა. მოიგონე ფრასხას. ხლისტების გულის გასახეთგად კი არა. შეხედე ამ მამაძაღლებს რა საქმე უქრია? იყო ძმაო. ამ სოდვის ჩამდენი აქ არის რომელიღაც. მომკალი თუ გინდა. რა არის ეს? ეგრე იცის, სხვისი თვალის დასაბრუნებლად რძის ტარება უნდაცა. კაი ხანია აქ რომ ვარ მუშნი ბატონო და არ მეკითხები არაფერს შენი ბიძაშვილის. დათათუთაშხიას ამბავს. არის ახალი რამე. მობრძანით ნიკანდრო ბატონო. მობრძანით. არ ვარ მე. გთხოვ. მადლობთ. ვინგდება? ფათი არა ხარ ფათი? მურდუხაი ვარ მე, მურდუხაი. ფართალი რო დამქონდა დედას თქვენთან ფართალი. უი, ბიძია მურდუხაი მობრძანით, შემობრძანით. ხონზე გიცანე. სინათლე აღარ მაქვს თვალებში, მაგრამ ხედავ მაინც. გამარჯობა და სიხარული მოგცეს ღმერთმა ჩემო ფათი. როგორი დედმამიშვილი ხარ? როგორი კაცის მეუღლეობა გარგუნა მაღალმა ღმერთმა. სიმრავლე და ჯანმრთელობა მომაკლოს ღმერთმა შენს ოჯახს. დაბრძანით ბიძია მურდუხაი. დაბრძანით. მოშია გახსოვს, მოშია, ჩემი უმცროსი ძმა. მახსოვს ბატონო.
მოშიაშვილია ესე ისაკი. დიდ გასაჭირშია მოშია ჩემო ფატი. ციხეშია ახლა. შენ მაგ დააპატიმრა. ვიყავით ბატონ მოშნისთან ჩვენ ვთხოვეთ. უშველე რამე ჩვენს მოშიას თქვა. ასე მითხრა. იმდენი არაფერი დანაშაული აქვს მოშიას. კანტრაბანდა უმტკიცდება, მხოლოდ კანტრაბანდაო. არაფერი მომთავაზოთ. ნურც მემაკადრებდა, ტყუილად ნურც თავებ გაიფუჭებთო. იჯდება თქვენი მოშია. ციხეში 2-3 წელიწადს და დაგიმრუნდებათ ისე დაიჭირა თავი შენ მაგ ფარმა რომ ვეღარ შევბედე რამე, რა შევბედავდი. აჯარლები მივიდნენ ბატონ მუშნისთან 10000 მანეთის შესთავაზეს 10000 და დააჭერინა ორი. მუშნი რომ არა სახში ბიძია მორდუხაი. რა უჭირს მე ფატის დავენაცვლე, შენ ხომ ხარ ჩემი ფატი. ყველა ჭირში და ყველა განსაცდელში დაგენაცვლო შენი ვიზია მორდუხაი. მე მუშნისთვის არ მომიტანია ეს, შენთვის მოვიტანე. როგორ გიკეთებათ ბიძია მორდუხაი? შენი დედმამის პატივისცემის სანაცვლოდ და რაც მათგან ხეირი მახსოვს, მისთვის მოვიტანე. 7000 მანეთი ღირს ეს საყურეები, 7000 და 7000 სიხარული და ბედნიერება მოგცეს ღმერთმა. ატარე ჯანმრთელობაში, სიყვარულში, ქმრის ერთგულებაში, შენი დედმამის ბედნიერებაში. ერთი წუთით მაპატიეთ ბიძია მორდუხაი. ბავშვი ატირდა მგონი. ბატი დაანებე თავი. ხოდა იმას მოგახსენებდით მუშნი ბატონო. ჯერ იყო და იმ საქმეში როგაჩოი რომ გაგვექცა, 10 ნაბიჯში იჯდა შენი ბიძაშვილი. ლულაზე მყავდა. ფეხის გამოკვის მეტი არ უნდოდა არაფერი, მაგრამ მერია და რამდენჯერ მომსვლია ცნობა დათათუთასხი აქ და ამასთან ვახშმობსო, მაგრამ არ წავსულ ვარ იქ. 3 დღის და 1 კვირის წინ რომ უმასპინძლია, იმ ოჯახს დავცემი ვარ და ამით იოკებია იქაურობა. არ მოგწეულ ხარ სწორად ნიკანდრო ბატონო. მართალი. არ მოგწეულ ვარ კარგად, მაგრამ ბიძაშვილია შენი. და მოგიწევს დიდი თანამდებობა ვიცი მეს. ძნელია მუშნი ბატონო, ნამეტანი ძნელია. აქეთ შენ ხარ, იქით დათა. ის კაცი თუ თაშხია ვიღაც ოხერი ხომ არ არის დახლა. სამსახურს რა უყოს კაცმა. როგორც მიბრძანებ მუშნი ბატონო, ისე მოვიქცევი. როგორც კანონს და სამსახურს სჭირია, ისე უნდა მოიქცე ნიკანდრო ბატონო. ბიძაშვილია თუ რაც არის ჩემი დათა თუ თაშხია, ეს არ ჩემი საქმე და არ შენი. მეფის სამსახურში ვართ ორივე. გამარჯობა, თიყვა. გაგიმარჯოს. სად იყავი ამდეხა? მოსავალი დავაბინავე და მოვედი.
რა შვება, ჩემი დათა? რა ვიცი? აგერ ტყიდან ბუდა რა მოდის. კითხე და გეტყვის. რომელი ხარ? თიყვა ყოფილ ხარ. როგორ გიკითხა? ხომ კარგად. მადლობ. ვინა ბუდა რა ეს კაცი? ჩემი მუშა, სევა. ხელსაწყო რატომ წამოგიღია? სხვაგან ხომ არ აპირებ მუშაობას? ტრები მყავს. ხელსაწყო დღეში რო დავტო მომპარავენ. შური დამწრობა ახალი ამბავი არ არის, მაგრამ იარაღისა და ხელსაწყოების მოპარვა არ გამიგონია. დიდი ბოროტი ხალხია ეს ხლისტები. ეგენი ყველაფერს იკისრებენ. ბოროტი რომ ხარ და ავი, იმიტომ წაგართვა ღმერთმა სინათლე. დიბა. დიბ. შეუბედურო შენ. დიბ. ნაშვები. ეგ ხამაკია მაგოხერ ჩავახეთქო ჩემი ნაშრომი. აგერ აქაა ბაზალუყი და ჭამე. რა გინდოდა ნეტარი? გარეცხილი და გაპრიალებული ქონდა ყველაფერი სანამ ბუდარიხა დაიარებოდა ჩვენთან. შემოგციცინებდა თვალებში და არ უნდა არაფერი შენ ალიერს ისმენთ. ნუ ლაპარაკობთ იყავს მამა მაგისთანებს. ჩემ ფულით მოიდგეს მაგაც სული. ვერ გავაბამდი ბუდარიხასთან სიყვარულს. სინდისი არ მომცემდა საშულს. იმის ფიქრი მექნებოდა სულ ვითომ ჩემ ფულად უყარ ვარ მეთქი. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი და გახლისდა ბუდარიხა. ახლა ყველა ხლისტის ლოგიში შეძრომის უფლება აქვს. ასეთია მათი სარწმუნოება. ხან მისთან წევს ბუდარიხა და ხან მისთან შენი ბრალიც არის ეს. მაინც რამდენი ასესხი ასე რომ აივსნენ და აშენდნენ. შენ რა წაგიხდა ძმაო მაგენი თუ აივსენ და აშენდნენ? რა უნდა წამიხდეს, მაგრამ შენ თუ გაგიჭირდება, ბუდარები და მისთანები არ გამოგადგებიან, იცოდე. მაგისთვის არ მივიცია მე. ქონებას გაიჩენენ. შეძლებული კაცისთვის სიკეთე ადვილი საქმელია. სხვა შეხვდებიან ვინმეს გაჭირებულს და როგორც მე დავეხმარე მაგათ. ისე დაეხმარებიან მაგენიც იმ გაჭირებულს მათქი ვიფიქრე. მაგასაც ვნახა. მაინც რამდენი მიეცი? 200 მენეთი. კი არ მივეცი ვასასხე. ვაჩუქებდი, მაგრამ ქონება შენით ნაშოვნი უნდა გამიგონია. ნაჩუქარი უყუა თუა. არ გაგიჩერდება კაც. კაი, მაგრამ ქალი რომ გახლისტდება, მისი ქმარიც თუ არ გახლისტდა, აღარ აქვს უფლება მისი ცოლობის, ასე მითხრეს მე. ეგრეა. ბუდარას საქმე როგორ იქნება ახლა? ბუდარას გახლისტდება ბოლოს. დაუწყვეტან საქონელს ხლისტები და დაუწავენ იმ შენი ფულით აშენებულ სახკარს თუ არ გახლისტდა თვითონაც. გახლისტდება ეგეც. აბა სხვა რა გზა აქვს აწი? ის სევასულელი რომ უშოვნია და წელში რომ წყვეტს უსინდისო დაბაზად დღეში. როგორ მოგწონს ეს ამბავი? ტიკივით აქვს მუცელი ბაზალუყის თქლებით და გამობენტერებული დაიარება. ვითომ თავისი სისულელე აკლდეს უბედურს, არა ყველა სოფელს თავისი სულელი უნდა ყავდეს. უხდება ძალიან, მაგრამ აბაზად დღეში. უთხარ ერთხელ ბუდარას სოდვა აბაზად მეთქი. რაო ბუდარა? სულელს მეტი არ ჭირდება. ცეკოს აღარ კადრლობს ბუდარა, კაი თუთუნზეა გადასული. უნდა წავიდე, თიყო ძმაო აქედან მე. ვერ გავძლებ ამ ხალხს. ვიქნებ პატარა ხან სანამ შევიდე ამ ხანაკს და წავალ. რა ხდება იქ? რა უნდა იყოს? ბუდარიხა ხალიუტასთან გორაობს ლოგინში. ბუდარა უძახის გამოდიო. გააღეთ კარები რომ გაუბრებიათ. გავიღეთ კარები. გააღეთ თორემ ახლა შემოვამდრა. გააღეთ.
სად გარბი ხარ? შეძაღლიშვილო! შეკახბა! წამოდი! გამიშვი! წამოდი! გამიშვი! გამიშვი! არ წამოვა! გამიშვი! არ წამოვა! ბებე! არ წამოვა! შეკახბა! დაიდამანებე! არ წამოვა! დაიდამანებე! Замоди, чему писал? Замоди, гему да. Камишви! Оджахс ну даваргу. Камишви! Замова! Ამდენი ოფლითა და შრომით მოპოვებულ ქონებას ქარს ნუ გავატან. არ წამოვალ! გამიშვი! არ წამოვალ! არ წამოვალ. მაშკარგი. ახლა წავალ და დათას მოიყვან. არ წამოვალ. ახლა წავალ და მოიყვან დათას. არ წამოვალ. დათაბატონო. დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, მაგრამ თქვენს მეც არავის დაუჯერებს. არ წამოვა. ოჯახი დამენგრევა. დოვლადი. მუდარებით წამოვხევი დათაბატონო. წესი დარჯული შეგიგინა მაგ ძაღლის მაგას უჭვანეს ხოლმე. წაყევი და თაცოდვა ეს მამაძაღლი. რას არის რომ ლაპარაკობ? კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რა ვაშკაცის საქმეა ნეტა. წადი ნახე შენი გზა დასაკეთებელი. არ წავა. სადაც არ წავა. სადაც არ წავა მყოლი არ წავა. სადაც არ წავა. ადექი ახლა და წადი აქედან. არ წამოვალ არსად თქვი უკვე მე. მაშინ მე თვითონ გამოვიყვან. მაშინ მე თვითონ წავალ. ოპლაվել მაგსასოდა.
რა ვქნათ იყო ძმო. სიკეთე მინდოდა ვითომ და არ გამოვიდა არაფერი. იმ ბუდარებმა რაც ჰქონდათ შერჩენილი ის ადამიანობას დაკარგეს რომ გამდიდრდნენ მაშინ და აქეთ შენ გამოგთხარეს თვალი ხრისტებული. ჩემი გამოისობით მოხდა ეგ. და მართალი ხარ შენ? არ უნდა ჩაერიოს ხვის საქმეში ჭკვიანი კაცი თურმე. აუცნებას მივცემ თქვენ ბრწყინვალება. ბრძანეთ მუშნი, ბრძანეთ. მე ვიცი თქვენ 11 წელიწად ევროპაში ცხოვრეთ, სორბონა დაამთავრეთ. ისიც ცნობილია რომ სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი გაქვთ. პროფესორობაზე ოცნებობდით და კავკასიის ჟანდარმერის შეფის თანამდებობა კი დაიკავეთ. უნგრელმა გრაფმა ლაიორ სეგელიმ 1559 წელს, ესე იგი ზუსტად 350 წლის წინათ თავის ერთადერთ სამშობლოდ რუსეთი აღიარა. და მისმა ყველა შთამომავალმა რუსეთის ტახტის სამსახურში ელია თავისი სინდისი, ნიჭი და სიცოცხლე. ასე რომ სისხლში მაქვს ერთი რამ. ჩემთვის სამსახური მხოლოდ ღამ არის საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება კი არ არის. არამედ მოვალეობა. ამ მოვალეობის შესრულება, რა თქმა უნდა, სხვა სამსახურშიც შეიძლებოდა. მაგრამ მე ნებაყოფლობით ავირჩიე ჟანდარმერია. და ამ სამსახურის ურთულესი უბანი კავკასია. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ჟანდარმერიაში ასე ვთქვათ მაღალი ადამიანური ღირსებების შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე სხვაგან. ასე თქვით, დამაჯერებელია? სავსებით თქვენ ბრწყინვალება. თქვენ ბრწყინვალება. აქ მატარებელი დიდხანს შერდება, ხომ არ გვესაძინე? სიამოვნებით. ინერე. ნიკიფორე, გამარჯობა შენი. რა საკეთებ აქ? საქმე გვაქვს, მარტო არა ვარ. დაჯექ შეჭამერე. არ მცალია, უნდა წავიდე. არა უშვებს. ემსალი. და თუ გაციხარ მითხარი, კაჟაია მევახშისაგან ფული რომ წამოვიღეთ, რა ბედი ეწია იმ პარას. 4000 პარტია ჩავაბარე. 1000 მანეთი დავიდოვე ჩემთვის. არალეგალურად ცხოვრებას რამდენი ფული ჭირია, კარგად იცი შენს. შეგარგოს ღმერთმა, მაგრამ ის 4000 მანეთი თქვენმა კაცებმა კარჩი და ქალებში რომ გაფლანგეს და არაფერი ტერორისტული აქტი კაც რომ არ მოუხდენი, ამაზე რას მეტყვით? გაუნათლებელი კაცი ხარ, შენ და პოლიტიკურად მომზადებელი. არ იცი რომ საიდუმლო პოლიცია და ჟანდარმერია განგებ რომ გიორცელებს ტყუილებს. მებრძოლების კომპრომეტაციის მისნით აკეთებენ ამას არ იცი შენ. არა ხარ თქვენ წესიერი ხალხი ბიზიკა. ახლა არ მცალია ჟანდარმებით არის გატენილი აქაურობა თუ არა? გეტყოდი სათქმელს. კარგად იღავი აწი.
რომელი თქვენ ბრწყინვალება? რომელსაც ასე დაჟინებით შესწრებით. ეგ დათა თუთაშხია ჩემი ბიძაშვილი. რასაპირებთ? არაფერს თქვენ ბრწყინვალება, მაგას სროლას ვერავინ დაასწრებს. თავს ვფრთხილდებით? თავსაც და თქვენ სიცოცხლესაც თქვენ ბრწყინვალება. როგორ თქვენს გესვრით თუთაშხია. მე თუ დავაპირე შეიძლება მე სროლოს კიდეც. მოკლით არ მომკლავს, დამჭრის მწყობრიდან გამომიყვანს. მაპატიე თქვენ ბრწყინვალება უნდა დაგტოვოთ. საერთმოშნი. სადგურის პოლიციაში ავტოვი.
მობრძანდით? საჭმელიო მე მგონი და ხელპირი დაიბანეთო ამბობს. ჩავიცნავ დიცოლა და მერე მობრძანდით. ვინ იყო და რა იყო ეს ქალი მოსაჩემო რა სიტყვა შენ? ვინ იყო და დედავერს მოგიყენებ და გემსახურებათო. სეთურმა რო გითხრა წუხელი, ალბათ ის დედავერია, მეტი ვინ იქნება? რაღაც უცნაურ ადგილში მომიყვანე მგონია მოსაძმაო. ნაყოფი არ მეაკითხარი. საჭმელი არ მოგვაგდება, სასმელი და მხართეზოზე წამოწელა, მეტი რაღა გინდა შენ? წუხელი სეთურთან კაი მაგარი თვრალი იყავი შენ და არ გახსოვს იქნება ამ ჩვენს მასპინძელს მანამდეც და გუშინაც აბელს ეძახდი. აბელია მართლა თუ სხვა ქვია რა? აბელია შეკაცო, გამოთაყვანებული კი არა ვარ მე. აბელი თუ რატომ შემოგაპარა ორჯერ არქიპო ქვიაო? კი მახსოვს, მაგრამ აბელი და არქიპო ერთი ჭირია თქვა ვიფიქრე მე. რომელი გენერლები ჩვენა ვართ, ან რომელი ფელბებელი მაგ დედავერი მყავს. ასე სალდათივით რომ მოგვესალმა. მაგი თუ გარებზე არ იყოს ახლა მოყურადებული კისერი მომჭერი. მობრძანდით ქალბატონო. გასწორდი წელში და შემოდი ოთახში. სხვის ოთახში ჭურიტინი, სადაური წესია ბიცოლა? სადაური წესია და აკაური წესია. უყური ამ ბებერკუდიას? რა ვაგამართულა თქვა ყველაფერი? რისთვის არ შემოღებული და ვის შემოღებულია მაგ წესი? აქ ორი ყაზახი ხართ. უნდა ვიცოდეთ ყველაფერი. რას ფიქრობთ, რას აკეთებთ? აბარავა, მარჩენალ და ყველაფერი უნდა იცოდეს. ასია ეს. თუ უკაცრავად არა ვარ. თქვენი მარჩენალი ვინო ხერია? ვაი შენს პატრონს. ვისა ოხერს რო უძახი? შენ მართლაც ოხერ და ტიალო. შევთის გლახა. არქიპოს ცედური არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აბა გამაგებია ვიცოლა აბელი ქვია სეთურს თუ არქიპო? უსინ აბელი ერქვა. ახლა არქიპო ქვია. ასია საჭირო და მიტო. ო, კაი, წამოიდა გვამანია ხელბირი. მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი მამამან ჩვენმან უსათნაესმან და უკეთილესმან რომელას არქიპო იცოცხლოს მარადჟამს Polychronion.
სულანჯია, შენ მამა ზაღლო. არ არის დღეს შენთვის სამუშაო. ილატესვანიზემ შასწოს კისერში სპირიდოროს და გაგდოს მაჩადან. გადავაშავე, რასტაში ხალხო, გადავაშავე, ვაი, Bautmet, kana! Bautmet! Madam! Mercury sir! Gel! Abicit! Dur! საითმიდის ეს ხალხი ნეტავი? საგვიდის და სამუშაოზე. აგერის დაგოლული კაცი სამუშაოზე მიდის? მაგ მიდის, თუ მიდის. ეგ ზებუა გულწრისანი. სულანჯიამ რაღა დააშავა ბატონო. მეტი უნდა და მას სასიკვდილეს. არქიპოს უმაგლოდეს. არა, ამას თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თორა ნახავთ თქვენი კუდებით ნახშობ ქვას. აბა იყვნენ შემკობილნი ყოველთავე სათნოებითა და სიკეთითა, რომელმა მწყემს მამთვისისა ხალხისა კეთილად განგებაი. სალამი ბატონებო. სალამი ბატონო. სალამი. მობრძანეთ. დავბრძანეთ. ხომ კარგად მოუვარეთ ჩვენს სტუმრებს ასინეთა? უწესო კაცებია ორივე. დადი მიხედე შენ საქმეს. ასია, მამავ და შვილო. უწესო კაცები ხართ ორივე. ხომ გაიგონეთ რა თქვა? რა იყო შეგაცო? ღამიანად რომ წამოყარა იმ შენმა დედაბერმა. ხუთსაათზე ვაყენებ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ყველასათვის ერთნაირია. თუ არა, თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვენ და საქმე დაზარალდება. საქმეს რომ ვამბობ, ხალხს ფიქრობ. მათი კეთილდღეობისათვის ზრუნავ. ჩემ მარჯვენა ხელი ეს კაკო ქვია, თაბაგარია გვარად. ეს დოში ნამეტანი უხდება არახს. ერთი სახარება შეგვეციოს. იცოცხლე. სპირიდონას სულანჯიას რომ დასხეს ამდილას და კატის ცინდალივით გამოათხიეს მწყობრიდან. ისიც მის სასიკეთოდ იყო. აბა რა ვაგონია შენ? კაცი შიშსა და მოგზალებას რო დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. აი თუ რა თქვა სპირიდონას სულანჯია. არქიპო სწორედ ინდეს გვაძლევს, შიფშილით რო ვარ დავიხოცოთ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს. ყოველგვარი გაყვნილება და უზნეობა. თქვათ და მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ აძლევ იმაზე მეტი. კიდევ მეტი მომდება და რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება. არვას და შეიარაღებას მოკიდებს ხელს. რა გამოდის აქედან?
კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმოწელო. რატომ თქვა სპირიდონას სულანჯიანის რაც თქვა? გოჭები გაზარდა მაგრამ ცხა იყო. 6 მე წამოიყვანე 3 დაუტოვე. გაყიდა, ფული შეუვიდა სახში და მითომ თქვა. 8 უნდა წამომეყვანა. მისთვის ერთი დამეტოვებინა და არაფერს იტყოდა მაშინ. ასე ეს. ახლა ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი. სპირიდონა ყბეს და ინანებს. რატომ თქვიო? სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აბა? თვითონ ხომ შეცდა და დაზარალდა, ეს არაფერი კიდე. მაგრამ სხვასაც რომ წაუჯიყავა და უბიძგა, შენს თქვი და გაუბედურდიო, აი ეს არაცა. რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამ გაზრდილა და მოღონიერებულა, იქამდე უნდა ჩაქოლო და ჩაქო. ხალხზე თუ არ ვიზრუნე მე, მათ კაი ცხოვრებაზე არ ვიფიქრე. რა ისთვის მე? ხალხს თუ უთხარი, ადამიანი ხარო, რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ არ, მაშინ მე შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მაკედანო. ცხენი და სახედარი ხარ თქვა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასია ეს. მარა პირდაპირ კი არ უნდა უთხრა. შეპარვით. ქარაგმით. შესასიკვდილი ასინეთა. შემოდი ახლა კიპასავით რომ აგვიხარ მაგარებს. გამითვალე და ჩამომი ანგარიშე, ხო ნათქვამ? წადი ახლა ჩაჯექინა უბახში. წადი. ცეცხლის დამთება არ გაბედო. თვარა 3 დღეს არ გაკვარებ და დაგიმატებ კიდევ. წავალ ნაუბახში ჩავძები. მაგრამ შენთვის არ მიგდია ყური. ამ კაცებისკენ ვიყავი მიყურადებული. რა ამათ ნათქვამს მე შენზე ნაკლებად გავიგონებდი თუ? კი გეიგონებდი მამა და მარჩენალო. გეიგონებდი, აბა არ გეიგონებდი. მაგრამ ორი ადამიანი რო გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს. ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისე. კაი აბა. ნუ წახვალ ნაუბახში, მიპატიებია. შედი კოკინაშვილისას და მის პელაგია შეაპარე ლაპარაკში. ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს თქვა, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაცა და მისი ნალაპარაკები თაბაგართან სვანიძეს მიუტანია თქვა. კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა, სვანიძეებთან შედიდა ტერეზია შეაპარე სპირიდონა სულანჯიას თაბაგართან ნალაპარაკები კოკინაშვილო მიიტარა თქვა. ვერ გაიგე ხო? უკუღმა ეს ასინეთა უკუღმა. ბასულები. ხო, აბა, ტაკ. ისე რომ სთქავს ადამიანმა არ ვქენი ღვთისმიერი საქმე. ასინეთა რომ ენის მისატანად გავაგზავნე. ხომ ასე გამოდის, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ღვთისმიერ საქმეს ვაკეთებ. დობა აღარ ექნებათ ერთმანეთის. ყველა სათითაოდ მოერდება პირის შეკვრას
და აღარ გაუბედურდებიან. რალი ჩემი რომ ეშმაგობა მიხდება და გაწვალებული ვარ. მაგრამ სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია. თვითონ თუ არ დაიჩაგრე და არ დაიტანჯე. წავიდეთ ახლა და თუ გნებავთ გიჩვენებთ იმ ჩემი ხალხის დამუშევარს და საშუალს. მობზადეთ. ასე 200 საჟენია ამ გვირაბის სიგრძე. აღმართში რომ თხრიან, თავდაღმართში გამოაქვთ ზურგით. ახალობა სულ მასეთი მიწა. მაგრამ ხალხს არჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი სამუშაო ყოფილა. ძნელი რომ არის და მიწას ზურგით რომ უნდა ატარო, შეგიყვარდება საქმე. სიყვარული და არის თუ იცით. რა და რაზედაც მეჩნომას დახარჯავ და მეც იზრუნებ, უფრო შეგიყვარდება საქმე. სნეული და ძნელად მოსავლელი ბავშვები რომ უფრო მეტად უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ეს. მაგრამ აქ სხვაც არის კიდე და აგერგეთ. ხალხის ბედნიერებისათვის რა არის საჭირო? იმედი. სათაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის იმედი. და ნამეტანი იმედიანად ყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაილებს ხალხი გულში არაფერს. და იქნება ბედნიერი. მოდით აგერ განახვევთ როგორი იმედი მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის. ეს ის კონდრის კაცი არა? დილით რომ წამოიყვანა თაბაგარმა სამუშაოდ სხვებთან ერთად. კი, ის არის. ხუთ შაურს ვაძლევ დღეში. ყველა მიცის. მუნჯია და ყრუ. ზის მასე და უჭირავს ხელში მაგბაწარი? კი. ზის ასე და უჭირავს ხელში ბაწარი. ასაკეთებს შაში და ლოცვილი. იმედს საკეთებს მოსეთ ჩემო. იმ ხალხის იმედს. ასავა შეკაცა. ღმერთიც საშია და მის იმედა. ჩემი ინტერი იყოს თუნდა და ამ ჭაში ჩაშვებული კაცის იმედა. ვინა რომ არის? გეტყვით აგერ და გაიგებთ ყველაფერს. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის. მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან. აიც არქივო ბატონო თუ კაცი ხარ. ის ხვრელი აღმართში ადის და იქით მიდის. აქ რანაირად გამოვა? არც გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. ამთას ხო უყურებ შენ? მაგთაში იტვიალებს ხვრელი და არსა დარწავა იქიდან. ასია ნაანგარიშები. ხალხმა თუ იცის ეგ? იცის აბარავა, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი თუ იცი? რას ფიქრობს და 100 საჟენზე რომ მიაღწევს ხვრელი, დაიგებს ზებო. დაიგებს და ჩამოჰკრავს არს. რანაირად ელია ნამზარის ჩამოყრას არის ტყვი. ათეთ აქ გამობასული ყურების სულ. რა ვქნათ აწემოს? ვიყოთ აქ თუ წავიდეთ სხვაგან? სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ დათაბატონო? ასე ბედნიერ ადგილს სად ვიპოვით ეს ორი აბრაკი? თანაც სეთურს უხარია ჩვენი აქ ყოფნა. აჩაღებში ხმას გააგდებს აქ რომ ვარ და აღარავინ მოეკარება. გოროტი კაცია სეთური. და მის ხელში ჩავარდნილი ხალხი ძნელი საყურებელია მეტად. ჩემი ხასიათის პატრონი. გადავეყრები რამე ვედრობას და სხვასაც უარა შემომთხოვლად ვიცი ეს მე. მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან რომელარს არქიპო ექვთიმე მელენდი პოლიექტი
დომენტი აბესალო იხანდა კალენიკე იცოცხლოს მარადშამს პოლიქრონიომ 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 მენა იყოს დაგაგონება ეს ამასიქით მარტო არქიპა თუ გიხსენებიათ ჩვენი მამა და მარჩენალი არქიპა მიცოდეს და თქვენ გაიგონეთ ამდენ სახელს ვინი თქვის ერთად დაგვასწავლეთ თორემ დავიღუპეთ და ეს არის დოსო აბარ გასწავლით აღალზე დაგიწერთ და მოგიტან სერაპიონმა ქეიცის ასოების გარჩევა და დაგეხმარებ ახლა დავიღუპეთ თესვიანა და ცოლშვილიანა გავწყვეტ წელში სერაპიონა მისი წილი მიწისრევით ვინ მიცემს მაგის ნებას იცი სასწრები და უნდა მოგეხმაროს უსაწყიდოს აბარავ კი აბა მე წუღების ხელმაც მეხერხება რა ვქნა აცი წუღებით უსაწყიდოს შეგიგონო ხალხო რა შვებით ხალხო რას გევხართ თუ ხედავთ ამას ვინ ხართ თქვენ უბედურებო რა ჯიშის ხართ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა არ ფიქრობ ვერ ხედავთ ამას რაო მათკაცმა რაო და მარჩნალზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო მოსასპობი და მამაძაღლიო გაგოუბედუროს უნდა ხომ დასხეთ მაგათ ბიჭებო დასხეთ დამბალჩები აქვს ბიჭებო მაგეთ დამბალჩები